ქალებს აქვთ უფლება მიიღონ მონაწილეობა ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტილების პროცესში. ქალები ნაკლებად აქტიურობენ, თუმცა ყველა ქალს აქვს უფლება იყოს აქტიური მოქალაქე. მსოფლიოს გლობალური ცვლილებების პროცესში ქალების როლი უმნიშვნელოვანესია. იყავი აქტიური. ხელი შეუწყეთ ცვლილებების განხორციელებას. ხელი შეუწყეთ გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას ყველგან, სადაც ამის პრობლემა დგას. იყავი ინფორმირებული, იყავი აქტიური. ჩაერთე ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტილების პროცესში. შენ ჩვენთან ერთად შეგიძლია შეუერთდე ქალების ხმას რეალური ცვლილებებისთვის. შემოგვიერთდით და გვისმინეთ რადიო ვივის პირდაპირ ეთერში. ყოველ ორშაბათს გადაცემა ქალები ცვლილებებისთვის. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ქალები ცვლილებებისთვის. მე ცირამ მღვდელაძე ვარ და შემდეგი 30 წუთის განმავლობაში ეთერში ვიქნები ჩვენ სტუმრებთან ერთად. რადიო ვივის დაარსებიდან დღემდე საკუთარი გადაცემებით არაერთი მნიშვნელოვანი საკითხების გაშუქებას დაუთმეთ დრო. გადაცემა ქალები ცვლილებებისთვის მცირე პაუზის შემდეგ იწყებს კიდევ ერთ გადაცემათა სეზონს, რომელიც სრულიად კლიმატის ცვლილებას, მის გავლენებსა და პრევენციის გზებზე საუბარს დაეთმობა. ჩვენი გადაცემა გიამბობთ პროექტზე, ქალთა ინიციატივა და ზოგე ენერგია შექმენი ნათელი მომავალი, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა და KfW-ს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის ფარგლებში და მას ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყარო ქალთა სათემო რადიო ვივისთან თანამშრომლობით განახორციელებს. დღევანდელ გადაცემაში სწორედ აღნიშნული პროექტის შესახებ ვისაუბრებთ. პროექტი ბოლნისის მუნიციპალიტეტზეა გათვლილი და მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, ცნობიერების ამაღლებასა და კლიმატის ცვლილებების მიმართ შემდეგი აქტივობების განხორციელებას. პროექტში ბოლნისის მუნიციპალიტეტის 5 სოფლიდან და ქალაქიდან უკვე შეარჩიეს 5 კლიმატის ელჩი ქალი, რომლებიც საკუთარ სოციუმში კლიმატის ცვლილებების ემისიების შესამცირებლად სხვადასხვა ღონისძიებების განახორციელებენ, გამართავენ ცნობიერების სასამაღლებელ საინფორმაციო შეხვედრებს. პროექტი გულისხმობს ახალგაზრდების ჩართულობასა და სხვადასხვა ინოვაციური ინიციატივების განხორციელებას. ამ თემებზე უფრო ვცვლად ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. დღევანდელი გადაცემის სტუმრები იქნებიან ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყაროს გამგეობის თავმჯდომარე მარინა ბჟალავა, სენის დირექტორის მოადგილე, პროექტების მენეჯერი და კლიმატის ცვლილებების მიმართულების ხელმძღვანელი ნინო თევზაძე და კლიმატის ცვლილებების ელჩი დაბა კაზრეთში ნინო მელიქიშვილი. მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო და მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის და გადმოვალ პირდაპირ შეკითხვით. ქალბატონო მარინა, თქვენგან დავიწყებ. ქალბატონო მარინა, ორგანიზაცია ქალი და სამყარო არაერთი წელია გარემოს დაცვით პროექტებს ახორციელებს, თუმცა კლიმატის პროგრამა უნდა აღინიშნოს, რომ შედარებით ახალი თემაა. პროექტის შესახებ რომ მოგვიყვეთ მოკლედ, რამტომ შეიჭრა κλიმატის ცვლილებების თემა. რაში მდგომარეობს პროექტის არსი, რა არის მისი მიზანი და ამოცანა? მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს რადიო ქალთა სათემო რადიოს მსმენელს და მაყურებელს და მოგეხსენებათ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყარო 2001 წლიდან საქმიანობს და ცოტა მოგვიანებით დავიწყეთ გარემოს დაცვის მიმართულებით პროექტების განხორციელება. გარემოს დაცვა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არ მეგულება არც ერთ ქვეყანაში, არც ერთი ადამიანი, რომელიც ამ მხრივ არ ფიქრობდეს, არ აწუხებდეს ეს საკითხები და აი ჩვენი საქმიანობაც აი ეს პროექტი, რომელსაც დღეს უნდა ვისაუბროთ, კლიმატის ცვლილებებთან არის დაკავშირებული და მიზნად ისახავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის სარგებლობის შესახებ. პროექტის მთავარი არსი ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს ქალები, იმიტომ რომ ქალთა ორგანიზაცია ვართ და უკვე ახსენეთ, რომ პროექტის სახელწოდება
ქალთა ინიციატივა დაზოგე ენერგია და შექმენი ნათელი მომავალი და აი ეს მიზანი და ხო რომ მიზანს რომ მივაღწიოთ, რაც შეიძლება მეტი მოსახლეობა უნდა მოვიცვათ და მოსახლეობას უნდა კონდეს ინფორმაცია გარემოს დაცვის მიმართულებით, ხო? ერთია რომ გვაწუხებს ეს საკითხები, მაგრამ მეორეა თუ ინფორმაცია არა გვაქვს, თუ არა გვაქვს რესურსი, შესაძლებლობა რომ გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ, ისე მიზანს რა თქმა უნდა ვერ მივაღწევთ და პროექტი ითვალისწინებს როგორც უკვე მოგახსენეთ, ახალგაზრდების გააქტიურებას, მათ შორის ასაკიანი ადამიანები არიან საკმაოდ ჩართულნი, პედაგოგები, მოსწავლეები, სკოლების გააქტიურებას ითვალისწინებს და სკოლების მხრიდან და პედაგოგების, მოსწავლეების მხრიდან სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას და აი მრავალ საკითხს მოიცავს, ჩვენ ვისაუბრებთ დღეს ამ მხრივ და აი რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, როგორ მოვიქცეთ, რომ რაც შეიძლება მეტად დავზოგოთ ენერგია და იმ ისეთი ალტერნატივები შევქმნათ, რომ აი ეს მოძველებული ტექნიკა თუ სხვადასხვა საშუალებები აი უფრო ეფექტური ალტერნატივებით ჩანაცვლება მოხდეს, რომ აი რაც შეიძლება მეტად დაიზოგოს ენერგია, გარემო და აი კლიმატის ცვლილებებიც რაც შეიძლება მეტად შემცირდეს. დიდი მადლობა. ქალბატონო ნინო, ქალბატონმა მარინამ უკვე ისაუბრა პროექტის მიმართულებაზე, მის ამოცანებსა და მიზეზებზე. რა თქმა უნდა, ცნობიერების ამაღლება ამ მხრივ მნიშვნელოვანი არის ძალიან. სწორედ ამიტომ მინდა კითხოთ, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტის განხორციელება რეგიონულ დონეზე, თქვენ როგორც კლიმატის პროგრამის ექსპერტი, მოკლედ რომ გითხრათ, რა ღონისძიებები, აქტივობები უნდა განხორციელდეს საზოგადოებამ კლიმატის ცვლილებების ადაპტაციისა და მიტიგაციის შესამცირებლად. გესალმებით, პირველ რიგში მადლობა მოწვევისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროგრამების განხორციელება და განსაკუთრებით რეგიონებში მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ვიმუშაოთ არა მხოლოდ ახალგაზრდებთან, არამედ სხვა ასაკობრივ კატეგორიასთან, მივაწოდოთ მათ ინფორმაცია არა მხოლოდ იმაზე, თუ რა არის კლიმატის ცვლილება, რა იწვევს, არამედ ასევე იმ საკანონმდებლო ჩარჩოზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსახლეობას უნდა კონდეს ინფორმაცია ინდივიდუალურ დონეზე, რა შეიძლება მათი მხრიდან გაკეთდეს იმისათვის, რომ შერბილდეს, მოხდეს მიტიგაცია კლიმატის ცვლილების, შემცირდეს ისათქური აირები, რომლებიც იწვევს კლიმატის ცვლილებას და კონკრეტული ასე ვთქვათ, აქტივობების შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია, იქნება ეს ენერგიის დაზოგვა მათ სახლებში, გათბობისა თუ გაგრილებისათვის ნაკლები ენერგიის მოხმარების კუთხით თუ ლედნათურების და ენერგოეფექტიანი ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების საშუალებით თუ უფრო მეტად საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებით და იმ მსგავსი ქცევების და თითქოს და მარტივი ქცევებია, რომლებიც ყველა ჩვენთაგანმა შეიძლება განახორციელოს, მაგრამ ამ ქცევებზე აქცენტის გაკეთება და მათი მნიშვნელობის წინ წამოწევა არის გარკვეული წინაპირობა იმისა, რომ მოსახლეობა უფრო აქტიურად მოახდენს ამ აქტივობების განხორციელებას, რომლებიც კლიმატის ცვლილების შერბილებას მოახდენს და მეორეს მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ამ სექტორში, ამიტომ ჩვენი ორგანიზაცია სენი ძალიან აქტიურად მუშაობს რეგიონებში ფერმერებთან, რათა მათ მიაწოდოს ინფორმაცია იმ მიდგომების შესახებ, რომელთა გამოყენება შესაძლებელია კლიმატის მიმდინარე ცვლილების ფონზე და იქნება ეს წვეთოვანი მორწყვის სისტემის დანერგვა თუ ისეთი კულტურების შემოტანა, რომლებიც ნაკლებ წყალს საჭიროებენ, თუ სხვა პრაქტიკები, რომლებიც უფრო მედეგს გახდის სოფლის მეურნეობას კლიმატის ცვლილების მიმართ.
კეთილი. ალბათონო ნინო, რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელება იმ დაბაში, სადაც ფერადი ლითონების მომპოვებელი ღია და მოქმედი კარიერები არსებობს. რის შესაძლებლობას მოგცემთ კლიმატის ელჩის სტატუსი და რა ძირითადი ცვლილებების შეტანა შეუძლია ამ პროექტს თქვენს დასახლებაში და ახალგაზრდებში? უღრმესი მადლობა. დიახ, როგორც თქვენ ბრძანეთ, ეს არის მნიშვნელოვანი, ხაზგასასმელია, რომ კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ისეთ რეგიონებში, სადაც აი სწორედ ესეთი დიდი კომპანიები მუშაობენ, ოპერირებენ, რომლებიც აი სწორედ ბრძანეთ თქვენ ღია მაინინგის წესით მოიპოვებენ წიაღისეულს. ნიშნულოვანია იმდენად, რამდენადაც ეს კლიმატის გარემოს დაცვითი ეს პრობლემები განსაკუთრებით ასეთი რეგიონებისთვის არის ხელშესახები. იქნება ეს მტვრის ნაწილაკები ჰაერში, იქნება ეს მძიმე მეტალები მიწაში, ჰაერში, წყალში. ჩვენ არც კი ვიცით ზუსტი გარემოს დაცვის სააგენტო შიგადაშიგ ატარებს ხოლმე კვლევებს და ავრცელებს ხოლმე მონაცემებს, მაგრამ ჩვენ მაინც ზუსტად ჩვენ ვიცით, რომ თვითონ კომპანიას ასევე ყავს თავისი გარემოს დაცვითი მიმართულება აქვს, მაგრამ ჩვენ მაინც ვიცით, რომ ადამიანებს აი ამ აქტივისტებს, რომლებსაც აი აქ გვიწევს ცხოვრება, იმის მიუხედავად, რომ წესით არ უნდა ვცხოვრობდეთ ასე ახლოს, განსაკუთრებული ვალი გვაქვს, რომ გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი. შესაბამისად, დიახ, პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწორედ ჩვენაირი დასახლებებისთვის, რომ შევამციროთ გარემოზე ზემოქმედების ზიანი. და იცით რაში არის საქმე, რომ ადამიანებს თვითონ, რადგანაც ჩვენ ლაპარაკი გვაქვს აი ამ ხელა კომპანიაზე, როგორიც არის RMG Gold-ი და სახელმწიფოზე, ადამიანებს თვითონ არ აქვთ შეგრძნება, რომ მათაც შეუძლიათ რაიმეს გაკეთება. და ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ მათაც აქვთ ძალა, მათ თვითოულ ქმედებასაც აქვს ძალა, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ გკითხოს, რომ მე მაგალითად ჩემი გამორთული ნატურა, მაგალითად რა შეცვლის, როდესაც არ ვიცი, აი ამდენი ენერგია იფლანგება, ჩემი მოკეტილი ონკანი რა შეცვლის. ისედაც არაფერი შეიცვლება და აი ესეთი ტიპის განწყობები გვაქვს ადამიანებს, ხო? ეს შეიძლება მარტო საქართველოში არ იყოს. და სწორედ ეს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ადამიანები გავაძლიეროთ იმდენად, რამდენადაც მათ ქმედებას აქვს შედეგი. ყოველთვის ქმედება ყოველთვის იწვევს რაღაცა შედეგს და შესაბამისად მე ჩემ მოვალეობად სწორედაც მიმაჩნია ეს, რომ ადამიანებს უპირველეს ყოვლისა მივაწოდო ინფორმაცია იმ მოქმედებების შესახებ, რისი გაკეთება მათ შეუძლიათ. იმისათვის, რომ საკუთარი გარემო მინიმუმ დაიცვან და უკეთესობისკენ შევცვალოთ, მაგრამ მინიმუმ არ გავაუარესოთ მაინც. გარდა ინფორმაციის მიწოდებისა, ასევე მე ჩემს ვთქვათ, ვისურვებდი, რომ ახალგაზრდებთან ერთად და სხვა ასევე გარემოს დაცვით საკითხებით დაინტერესებულ ადამიანებთან ერთად შევიმუშაოთ ნაბიჯები. ანუ მარტო ის კი არა, რომ კი წყლის მოშვება ცუდია, წყლის გაშვება ცუდია, წყლის გახარჯვა ცუდია, არამედ რანაირად ვქნათ ის, რომ ნაკლებად გავხარჯოთ ეს წყალი და შევეცადოთ გარკვეული პოლიტიკის შემუშავებაც. ან შეიძლება ეს არ იყოს, ვთქვათ, მაგალითად მთლიანად ბოლნისის რეგიონზე გათვლილი პოლიტიკის შემუშავება, თუმცა რატომაც არა, კაზრეთიდან თუ ვთქვათ, მაგალითად ჩვენს პრობლემებს მივაწვდით რეგიონის ხელისუფლებას, მაგრამ ასევე შეიძლება რომ ეს იგივე შევთავაზოთ ჩვენს წარმომადგენელს ბოლნისის მერიაში და საკრებულოში და ვისურვებდი, რომ აი ეს ყველაფერი
შევძლოთ ერთად, ახალგაზრდებთან ერთად და არა მარტო ახალგაზრდებით, ზოგადად მოსახლეობა დაინტერესებული არის იმაში, რომ უკეთეს გარემოში იცხოვროს და როდესაც ვთქვათ თუ მოსახლეობას ავუხსნით როგორ შეიძლება ხელი შეეშალოთ მათ შვილიშვილებს ჩვენი ესეთი დაუდევარი დამოკიდებულების გამო მათ ესმით ეს, ყველას ესმის ეს და უნდათ ცვლილებების მოტანა. უბრალოდ სწორედ ეს ელჩები ალბათ აი ეს ცვლილებების გზების დასახვის ამბავში, ცვლილებების აი ამ გატარებაში ალბათ უნდა დავეხმაროთ. მე აი ასე ვხედავ საკუთარ როლს და საკუთარ თავს. ქალბატონო მარინა, თქვენ 6 საინფორმაციო შეხვედრა გამართეთ სოფლად, დაბასა და ქალაქში. რამდენად ჰქონდა საზოგადოებას ინფორმაცია კლიმატის ცვლილებების რაობაზე, გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციულ ზომებზე, ან რამდენად გამოხატეს მზაობა ბრძოლის კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ? აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ როდესაც ეს პროექტი იწერებოდა, მე მქონდა სერიოზული შფოთვა, რომ აი ძალიან რთული მდგომარეობა ვიცით ყველამ ხო ქვეყანაში და რამდენად შევძლებდით აი ამ დაძაბულ მდგომარეობაში მოსახლეობა რამდენად იქნებოდა მზად ჯერ საერთოდ არასამთავრობო სექტორის მუშაობა საკმაოდ რთულია ყველამ ვიცით და ყოველთვის იყო ეს შეხვედრების ორგანიზება როდესაც ხდებოდა ყოველთვის იყო ძალიან ბევრი სირთულე და აი ახლა მით უმეტეს და აი ჩემდა საბედნიეროდ ყველაფერი ისე კარგად წავიდა და როგორც დასაწყისში ვთქვი, ვფიქრობ ეს ზუსტად იმ თემას უკავშირდება, რაც არის გარემოს დაცვა და როდის შეხვედრებზე ვამბობდი, მე თვითონ როდესაც საუბრობდი, ვამბობდი, რომ აი ეს ის თემაა, რომელსაც კითხვა არ უნდა დაისვას, რომ რა დროს ეს არის, ყვამისი დრო ყოველთვის არის ერთია და კი არა თუ დაგვიანებულიც არ არის. ყოველთვის უნდა იყოს ამაზე საუბარი და აი მოსახლეობა საკმაოდ კარგად წამოვიდა უკაცრავად და აი დიდი ინტერესი გამოხატა. კიდევ ვიმეორებ, ეს ის საკითხია, რომელზეც დიდი ინტერესი იჩენენ, როგორც ქართველი, იცით ჩვენ დავდივართ სხვადასხვა ანუ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში და იცით რომ სხვადასხვა სოფელში შევედით საინფორმაციო კამპანია გავმართეთ და საინფორმაციო შეხვედრები, სადაც კლიმატის ელჩი ქალები ავირჩიეთ და ყველა ეროვნების ადამიანს ეს საკითხი, გარემოს დაცვის საკითხი ძალიან აინტერესებს. ქალბატონმა ნინო მახსენდა სოფლის მეურნეობა და ახლა ბოლნისი ამ მხრივ სოფლის მეურნეობის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია და აქ თუ გარდა იმისა, რომ სოფლის მეურნეობა არის აქ განვითარებული, ყველას აქვს ან ნაკვეთი, ან რაღაცა მხრივ არის დაკავშირებული სოფლის მეურნეობასთან და მოსახლეობისგან აი ისე საუბრებში გამიგია ხოლმე, რომ შფოთავენ, რომ მომყავდა მოსავალი ვეღარ მომყავს. და რა ხდება ეს? აი აკვირდება ხო ადამიანი მის გარშემო რა ხდება? ხო და რა ხდება ეს სითბოს, სიცივის მხრივ, როგორ აირია ყველაფერი, სეზონები სხვანაირი გახდა, როცა უნდა ცხელოდეს, მაშინ შეიძლება ცივა ან პირიქით, ხომ? და ეს საკითხები იმდენად აშფოთებს. აი ჩვენ კი ვთქვით, რომ ახალგაზრდები, პედაგოგები, მოსწავლეები, მაგრამ ყველა პროფესიის და ყველა ასაკის, ყველა ეროვნების ადამიანს ძალიან აწუხებს და აინტერესებს საკითხი და აი ჩვენ საუბრობთ ხოლმე რომ კი გვაწუხებს ეს საკითხი, მაგრამ აუცილებლად ჩვენი როლი უნდა გავაცნობიეროთ, რომ რა შეგვიძლია ჩვენ, რომ თითოეულ ადამიანს შეგვიძლია საკმაოდ დიდი წვლილი შევიტანოთ. აი ამ ძალიან მნიშვნელოვან და საშვილიშვილო საქმეში. და ვიწყებდი ხოლმე სხვათაშორის საუბარს იმით, რომ აი რა მდგრადი განვითარება, ხო? რა არის მდგრადი განვითარება? ის რომ ისე მოვიხმაროთ, ისე ვიცხოვროთ, რომ მომავალმა თაობებმაც შეძლონ ცხოვრება და იმათაც გქონდეთ რესურსები არსებობისთვის და ნორმალური ცხოვრებისთვის, ხო? და აი
ამაზეც ქონდა საუბარი, რომ ხომ გვინდა რომ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უკეთესად იცხოვრონ, ხო? და უნდა ჩვენ რას ვაკეთებთ ამისთვის? მარტო ის საკმარისია რომ მაგალითად ოჯახში ან რაღაცას ვაკეთებთ რომ მომავალ ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის, ხო? აი გარემოზე უნდა ვიზრუნოთ ჩვენ ქვეყანაში, სადაც მიგვიწვდება ხელი და ეს ყველაფერი არის მთლიანი იმის, რა ქვია, ანუ დედამიწის მოფრთხილება ხო, როდესაც ჩვენს ქვეყანაში უფრთხილდებით გარემოს ღონისძიებებს ვატარებთ ამ მხრივ, გარკვეულ ნაბიჯებს ვდგავთ, ამით საკმაოდ დიდი წვლილი შეგვაქვს აი ამ დიდ საქმეში, რასაც გარემოს დაცვა ქვია და რაც აი ყველა ქვეყნისთვის და ყველა ადამიანისთვის არის ძალიან საინტერესოც, საფიქრალიც და მნიშვნელოვანიც, მე ასე ვფიქრობ. მადლობა. ქალბატონო ნინო, საქართველოს ჩართულია მთელ რიგ საერთაშორისო შეთანხმებებში, მოკლედ რომ გვითხრათ, რას გვავალდებულებს კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დოკუმენტები და სად ვართ ახლა? ალბათ პირველ რიგში უნდა აღნიშნოთ, რომ ჩვენ ყველა მნიშვნელოვანი შეთანხმების ნაწილი ვართ, მაგრამ როდესაც ინდივიდუალურ ვალდებულებებზე და პასუხისმგებლობებზე მიდის საქმე, იქ აღსანიშნავია პარიზის შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ჩვენმა ქვეყანამ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა იყო ემისიების შემცირების კუთხით და ჩვენ გვაქვს ამ ეტაპისათვის მოქმედი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი, ეგრეთ წოდებული NDC დოკუმენტი, რომელიც 2021 წელს იქნა მიღებული და აი აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში ჩვენ გვაქვს აღებული უპირობო ვალდებულება, რომ 2030 წლისთვის ჩვენი აირების რაოდენობა შევამციროთ 35%-ით 1990 წელთან შედარებით, აი იმ წლის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო და აი ამავე დოკუმენტში აღნიშნული პირობითი ვალდებულება, ანუ საერთაშორისო მხარდაჭერის არსებობის შემთხვევაში, მაშინ უკვე ეს ვალდებულება შემცირების შედარებით იზრდება და 50-57%-ით მოიაზრებს შემცირებას ემისიების და აქვე აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს ახალ NDC-ზე მუშაობა, რომელიც ბევრად უფრო ამბიციური იქნება და აქ იგულისხმება, რომ შემცირების უფრო მაღალი მაჩვენებლები იქნება მოცემული, ანუ ჩვენი ამბიცია, რომ შევამციროთ ემისიები ბევრად გაზრდილი იქნება. ამ ეტაპისათვის ქვეყანაში არსებობს საქართველოს კლიმატის ცვლილების სტრატეგია 2030 წლის და სამოქმედო გეგმა იმისათვის, რომ ამ დოკუმენტის აღსრულება მოხდეს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სექტორში აქ მითითებული აქტივობები მაქსიმალურად ეფექტიანად ხორციელდებოდეს, რომ რეალურად ამ მიზნობრივ მაჩვენებელს მიაღწიოს ქვეყანამ. ეს არის ძირითადი ჩარჩო დოკუმენტი, ასე ვთქვათ, ძირითადი განსაზღვრელი და შემდგომში უკვე აქტებია, რომლებიც ამის განხორციელებას უწყობს ხელს, მაგრამ ეს არის ამოსავალი ძირითადი ეს NDC ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი, რომელიც პარიზის ხელშეკრულების ფარგლებში იქნა ჩვენს მიერ შემუშავებული, როგორც კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში აღებული ვალდებულება. ქალბატონო ნინო, როგორც ვიცით, პროექტის მიზანია ახალგაზრდების ჩართულობა და სხვადასხვა ინოვაციური ინიციატივების განხორციელება. თუ გაქვთ უკვე დაგეგმილი აქტივობები? დიახ, გარკვეული წარმოდგენა უკვე მაქვს, რისი გაკეთება შეიძლება და გეთანხმებით სრულიად, რომ ახალგაზრდები არიან სწორედ ქვეყნის მომავალი, ახალგაზრდები არიან და სწორედ მათი გაძლიერებით და მათი ინფორმაციული უზრუნველყოფით უნდა მოვახერხოთ ჩვენ, რომ მდგრად დადგან ვითარდეთ და ჩვენი ცხოვრებით, აი ახლა აი ამ ჩვენი თაობის ცხოვრებით საფრთხე არ შევუქმნათ იმავე ახალგაზრდებისა და უფრო კიდევ მომავალი თაობების ცხოვრებას. რამდენიმე იდეა მაქვს, რადგანაც სწორედაც ახალგაზრდები გაცილებით მეტი იციან, ზოგადად პრაქტიკული უნარები აქვთ გაცილებით მეტი და ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს აი აზრეთი პრესი, აი ჩვენი დაბის სოფლის ონლაინ პორტალი, სადაც ახალგაზრდები
ახალგაზრდებთან ერთად მაქსიმალურად ინფორმაციის გავრცელებას. იქნება ეს სიუჟეტების მომზადება, თუნდაც ჩვენივე აქტივობებზე, იქნება ეს მრგვალი მაგი და დისკუსიები, პოდკასტები და ამის შემდეგ მე კი უკვე სკოლაში მასწავლებელი ვარ და უკვე გაწერილი მაქვს ამ სემესტრის კურიკულუმი, მაგრამ მაქსიმალურად შევეცდები, რომ ასევე შევიტანო e-twinning პროექტი, სადაც აი ამ მრგვალი მაგიდისა და დისკუსიების შემდეგ გამოყოფილი პრობლემები, აი ამ პრობლემების მოგვარების გზები ასევე გავაზიაროთ სხვა სკოლებთან, სხვა ახალგაზრდებთან და ერთმანეთისგან ვისწავლოთ, აი განვითარებულ მაგალითად, ეს იგივე პრობლემები როგორ ებრძვიან გარემოს დაბინძურების, კლიმატის ცვლილების საკითხებს, ხო, იმიტომ რომ განვითარებადი ქვეყანა ვართ და ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება ეკონომიკური განვითარება და ესეთი მარტივი არ არის, რომ თქვათ მაგალითად დიდი კომპანიების წინააღმდეგ წავიდეთ, დიდი საწარმოების წინააღმდეგ წავიდეთ, იმიტომ რომ ჯერ ხო ფიზიკურადაც არ არის მარტივი, მაგრამ მეორეც ადამიანებს ჭირდებათ, სამსახურები ჭირდებათ ადამიანებს და ჭირდებათ ეს საწარმო. შესაბამისად ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ და ისე უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება შევამციროთ აი ეს ზიანი და შევეცდებით ასევე რომ ვითანამშრომლოთ და ეს არ არის მხოლოდ მაგალითად აი დიდი კომპანიების მიერ მიყენებული ზიანი, ხო? ჩვენ თქვათ აი დაზოგვასთან დაკავშირებით, ენერგიის დაზოგვასთან დაკავშირებითაც ჩემი შეხედულებით ადამიანებს ნაკლებად აქვთ გამოცდილება და ნაკლებად იქნება ეს თქვათ ნარჩენების სეპარაცია, იქნება ეს პლასმასის მოგროვება და შევეცდებით რომ ვითანამშრომლოთ ადგილობრივ ასევე ორგანიზაციებთან, მოხალისეობრივ ორგანიზაციებთან და ერთობლივად გავაკეთოთ რაღაცები და საბოლოოდ აი სწორედ ეს არის ჩემი საბოლოო პროდუქტი, რაც მინდა რომ გავაკეთო, რომ ბავშვებთან, მოსწავლეებთან ერთად რომ როდესაც აი ამ შევადგეთ აი ამ გამოვყოთ აი ამ პრობლემებს, სწორედაც დავეკითხოთ უკვე განვითარებულ ქვეყნებს, უკვე იმ ქვეყნებს, რომლებმაც უკვე გაიარეს ეს გზა და იმ ქვეყნების ახალგაზრდებს და ერთობლივად შევიმუშავოთ გარკვეული რაღაცა პოლიტიკა, რომელსაც შევთავაზებთ ბოლნისის ხელისუფლებას. ქალბატონო მარინა, როგორია თქვენი მოლოდინები პროექტის განხორციელება, რის შესაძლებლობას მოგცემთ და რა გამოწვევების წინაშე დადგებით? დიდი მოლოდინი მაქვს, რომ აი ძალიან კარგი მაგალითები შეიქმნება, რომელსაც სოფლებში პედაგოგები, ძირითადად პედაგოგები არიან ჩართული და ახალგაზრდა გოგონაა კლიმატის ელჩი. ერთ-ერთი და ხუთი ქალია კიდევ და დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან კარგი ღონისძიებები გატარდება და აი განახლებად ენერგიებზე, ენერგიის დაზოგვაზე გვაქვს ხომ აქცენტი გაკეთებული და აი ამ ხრივაც ინფორმირებას ვუწევთ მოსახლეობას და რამდენად მნიშვნელოვანია რომ ისე მოიხმარონ, ანუ ენერგიის დაზოგვა რომ მოხდეს. მათი გადასახადები, მათთვისაც სასარგებლოა, ხო, რომ გადასახადები შეუმცირდება, სამაგიეროდ ენერგია დაიზოგება, რა ახალი ტექნოლოგიებია ამ ხრივ და აი გარემოს დაცვის მხრივ იქ სხვადასხვა ღონისძიებები გატარდება და ეს დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც და პროექტის განმავლობაშიც მექნება მეც და ჩვენს გუნდს გვექნება საამაყო ბევრი მაგალითით. პროექტის ფარგლებში უკვე ახსენეთ, რომ 6 საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, ქალბატონმა ნინომ ჩაატარა ტრენინგი, ტრენინგების ციკლი გაგრძელდება, კლიმატის ელჩი ქალები შერჩეულია უკვე, სკოლებიც, სადაც რომლებიც აქტიურად იქნებიან ჩართული აი ამ პროექტში
მოხდება ფილმების გადაღება და ქალთა სათემო რადიო არის ჩართული უკვე აი დღევანდელი შეხვედრიდანაც აშკარად ჩანს ქალთა საინიციატივო ჯგუფები მიიღებენ და უკვე არიან ისინი ჩართულები და მომავალშიც მიიღებენ მონაწილეობას და მერე კამპანია მიდის სასწავრია სოციალურ ქსელში შეიქმნა კამპანიის პლატფორმა რომელიც ეწევა კამპანიას ქვიზების დადება ხდება აი როგორ უნდა მოვიქცეთ რა უნდა გავაკეთოთ ხო ამ ხრივ ენერგიის დაზოგვა რომ მოხდეს და გარემოს დაცვა და შემდეგ ასევე ხდება პოპულარიზაცია პროექტის და პროექტის აქტივობების და ბოლოს შევაჯამებთ ღონისძიებას და სამ თვეში უნდა დავამთავროთ ეს პროექტი და ვფიქრობ რომ თუნდაც ამ ცოტა დროში ძალიან ბევრი და სასიკეთო საქმე გაკეთდება და ამის დიდი იმედი მაქვს ვფიქრობ კი არა დიდი იმედი მაქვს და ფაქტობრივად მჯერა იმიტომ რომ ისე მიდის პროექტი ისეთი ინტერესია რომ არანაირი აი გამოწვევები ვკითხეთ გამოწვევები ხოლმე შეიძლება ის თქვა ისე ვის გავიხსენო რომ მე თვითონ და ჩვენც გუნდი ახლა თავისთავად საჩქაროთ რო გვაქვს კი არა ბევრი საქმე გვაქვს უცბად კი არა რა ვიცი როგორ თქვა გასაკეთებელი და შეიძლება ჩვენ თორე გამოწვევებს ვერ ხედავ აი სკოლების და პედაგოგების მოსწავლეების ახალგაზრდების ასაკიანი ადამიანების აი ისე კარგად ჩაერთნენ პროექტში და ამბობენ რომ მე რა შემიძლია მე რა გავაკეთო და აი ეს არის ძალიან სასიხარულო რომ თითოეულ მოქალაქეს აქვს გაცნობიერებული აქვს არა აი საუბრების დროს მზაობას გამოხატავენ, როდესაც ღებულობენ ინფორმაციას, რომ აი ჩვენც თუ რამ შეგვიძლია, ჩვენც ჩავერთვებით და გავაკეთებთ. მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის, ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა. ეს იყო გადაცემა ქალების ცვლილებებისთვის, გადაცემის სტუმრები იყვნენ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყაროს გამგეობის თავმჯდომარე მარინა ბჟალავა, სენის დირექტორის მოადგილე, პროექტების მენეჯერი და კლიმატის ცვლილებების მიმართულების ხელმძღვანელი ნინო თევზაძე და კლიმატის ცვლილებების ელჩი დაბა კრაზრეთში ნინო მელიქიშვილი. გადაცემა მომზადებულია პროექტის ქალთა ინიციატივა დაზოგე ენერგია შექმენი ნათელი მომავალი ფარგლებში, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამა კი ხორციელდება ევროკავშირსა და KfW-ს ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამა 2021 წლიდან ახორციელებს საერთაშორისო კონსორციუმის ხელმძღვანელობით რეგიონული ენერგოეფექტურობის კამპანიის განმახორციელებელია შეპესე მეს. სტუდიაში თქვენთვის მე ცირა მღვდელაძე მუშაობდი, სარეჟისორო პულტთან იყო გიორგი ქაჯაია. გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. ქალებს აქვთ უფლება მიიღონ მონაწილეობა ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტილების პროცესში. ქალები ნაკლებად აქტიურობენ. ყველა ქალს აქვს უფლება იყოს აქტიური მოქალაქე. მსოფლიოს გლობალური ცვლილებების პროცესში ქალების როლი უმნიშვნელოვანესია. იყავი აქტიური. ხელი შეუწყეთ ცვლილებების განხორციელებას. ხელი შეუწყო გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას ყველგან, სადაც ამის პრობლემა დგას. იყავი ინფორმირებული. იყავი აქტიური. ჩაერთე ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტილების პროცესში. შენ ჩვენთან ერთად შეგიძლია შეუერთდე ქალების ხმას რეალური ცვლილებებისთვის. შემოგვიერთდით და გვისმინეთ რადიო ვივის პირდაპირ ეთერში. ყოველ ორშაბათს გადაცემა ქალები ცვლილებებისთვის.